პროკურატურა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელსაც პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას თავაზობს. შეთავაზება პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამაღლობელის საქმეზე გამართულ მორიგ პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა. რა პირობებს გულისხმობს საპროცესო შეთანხმება, მას არ დაუკონკრეტებია. ბრალდების მხარე მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს. დასკვნით სიტყვაში გოგეშვილმა თქვა, რომ საქმეში სახეზია პოლიციელზე თავდასხმა მისი საპოლიციო საქმიანობის შესრულების დროს. იმისთვის, რომ საპროცესო გარიგება შედგეს, აუცილებელია ამაღლობელმა ბრალი აღიაროს. მედია მენეჯერი არ უარყოფს, რომ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, თუმცა მიაჩნია, რომ ქმედება პოლიციელზე თავდასხმა არ არის. 14 ივლის გამართულ პროცესზე, როცა ამაღლობელი მოწმის სტატუსით დაიკითხა, ჟურნალისტმა თქვა, რომ მას დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნა დაგეგმილი არ ქონია. მისივე განმარტებით, სილის გაწვნა დგებუაძის შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, უპასუხისმგებლო, თავკერძა კომუნიკაციაზე იმპულსური რეაქცია იყო. ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, ამაღლობელი საპროცესო შეთანხმებას გამორიცხავს. საპროცესო არაფერი არ ხარ იგივე, ეს არის ასე ვთქვათ, სათავისუფლების მიტერების ზუსტად ნარატივს ეხმიანება, რომ ზიამ ეს ასე ვთქვათ, შემოვაწინება ჩაიდინა რაღაცა deep state-ის დავალებით, რომ მას ვიღაცა დაუდგენელი პირები რაღაც ინსტრუქციებს აძლევდნენ და ასე შემდეგ. ანუ ბრალდებამ ითქვა იგივე, რომ თუ მზია დაიბრალებს ყველაფერს, რაც მას არ ჩაუდგენია, დაწყებული იქიდან პოლიციელების შეურაცხყოფიდან, წინააღმდეგობიდან და შემდეგ თავდასხმიდან, თუ ამას ყველაფერს დაიბრალებს, მაშინ ბრალდება იფიქრებს სასჯელის შემსუბუქებაზე. ჩვეულებრივი ძალადობა კანონის სახელით. მას ეუბნებიან, რომ აი ასეთ სასამართლო არაფრის შანსი არ არის. აი ასეთი ბრალდება არაფრის შანსი არ არის. ერთადერთი შანსი გაქვს დაიბრალო ის, რაც არ ჩადიდენია, თუ გინდა თავისუფლება იხილო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმე ექიმი, ნევროლოგი ნათია ხარატი დაიკითხა. ხარატმა ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ვიდეო კადრებზე დაყრდნობით დასკვნა მოამზადა. დასკვნის მიხედვით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ დგებუაძემ ტკივილი განიცადა. სხდომაზე კითხვებზე პასუხისგაცემისას მოწმემ განმარტა, რომ ტკივილს ადამიანში გარეგნული გამოხატულება აუცილებლად აქვს. მისი თქმით, ბევრი რამ განსაზღვრავს ტკივილის აღქმას, მათ შორის სიწითლე და მოძრაობის შეფერხება. ექიმის თქმით, დგებუაძესთან მსგავსი ნიშანი არ გამოვლენილა. სხდომაზე ხარატმა ასევე განმარტა, რომ ტკივილი ობიექტური და სუბიექტური აღქმებით განისაზღვრება. მისი თქმით, ტკივილი სუბიექტურია, როცა პაციენტი შკალის მიხედვით აფასებს, რამდენად მტკივნეულია მისთვის, ხოლო ობიექტური აღქმა, როცა ტკივილს ახლავს ცრემლი, შეყვირება, ტემპერატურა და ასე შემდეგ. მოწმეს დაცვის მხარის შემდეგ კითხვები პროკურორებმაც დაუსვეს. პროკურორმა შოთა ჩხაიძემ მოწმეს კითხა, დასკვნის შინაარსი მისი სუბიექტური მოსაზრება იყო თუ ფაქტი, რომ ირაკლი დგებუაძეს ტკივილი არ განუცდია. კითხვაზე ხარატმა უპასუხა, რომ დასკვნა ცალსახა იყო. მისი თქმით, არ იკვეთება არც ერთი გარემოება, რომლითაც გამოიხატება, რომ დგებუაძემ ტკივილი განიცადა. სხდომის დასრულების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მანქანას, რომელთაც მზია ამაღლობელი რუსთავის კოლონიაში გადაჰყავთ, კოლეგებმა, მეგობრებმა და მხარდამჭერებმა ტრადიციულად სოლიდარობის შეძახილებით გააცილეს. თუმცა დღეს სასამართლოსთან პოლიცია იყო მობილიზებული და ცდილობდა მოქალაქეებისთვის ამის საშუალება არ მიეცა. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! ანდაკურების დაემატა, ეს სამარცხინოებია. ეს სამარცხინოებია. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! მზია ამაღლობელი ბათუმში 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო. მზია ამაღლობელმა დგებუაძეს სილა პირველი დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ გააწნა. მას შემდეგ ამაღლობელი უკვე 6 თვეა პატიმრობაში იმყოფება.